ლელო აკონტროლებს ბურთს, გაჭერავამ გაიტანა მარჯვენა ფრთაზე, მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ხმალაძე. ამჯერადაც ფანტასტიკური იყო და თორნიკე ცერცვაძეს გადაუწოდა მოკლე დარტყმა, გეგენავა მარჯვენა ფრთაზე უვლის, აუარა გვერდი და ალბათ ჩათვლის მოედანში არის უკვე და მიემართებოდა ცენტრისკენ ლელო. ბოლო წამებზე მოხდა ის, რომ ძალიან კარგად ითამაშეს. კერძოდ კიდე ერთხელ გაუსვა ხვალს ლაშა ხმალაძემ, ლაშა ხმალაძეს ფანტასტიკურ გადაკიდებას გადასარევად აუღო თორნიკე ცერცვაძემ ალღო, ეს ყველაფერი გააგრძელეს მარჯვენა ფრთაზე. მე იმის თქმა არ მინდა რომ გეგენავას მარტო ის გადარჩენოდა, რომ ჩათვლის მოედანში უნდა შესულიყო თქო. გეგენავას ბევრი საწვალებელი დარჩა მარჯვენა ფრთაზე და ორ მოთამაშეს აუარა კიდევაც გვერდი გადასარევად და საბოლოოდ ყველაფერი დაამთავრა ჩათვლის მოედანში. ეს უკვე მე მგონი ბოლო წერტილი გახლავთ იმ პირველ რიგში ლაშა ხმალაძესა და შემდეგ თორნიკე ცერცვაძეს, რასაც გუგავას გადაცემა მოყვა, გუგავამ გეგენავას გადააწოდა ბურთი, გეგენავა 10-1 მეორეს. აქ უკვე ჩათვლის მოედანში მიში გაჩერება ელემენტარულად ერთს მეორეს კი არა 3-3 და 4-საც. და მხოლოდ ჩათვლის მოედანში გამოახერხეს მისი დაჭერა. რამაც ამითი ბატონებო და ქალბატონებო მინდათ რომ დაგემშვიდობოთ. მომავალ შეხვედრამდე ეს შეხვედრა კი